Რატომ ცდილობს პროკურატურა ანდრო ჭიჭინაძის საქმის საჯარო განხილვის დაყოვნებას? მსახიობის დაკავებიდან თვეზე მეტია გასული. ბრალდება კი ამბობს, რომ მტკიცებულებების მოსაპოვებლად დრო საკმარისი არ არის და 16 იანვრისთვის ჩანიშნული პროცესის 12 მარტისთვის გადადებას ითხოვს. სასამართლო პროცესს ელოდება თავად ანდროცის პენიტენციურ დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ მისმა ადვოკატმა მოინახულა. ნინო ჟიჟიაშვილი ჩაგვრთება პირდაპირ ეთერში და გვეტყვის რას ამბობს ანდრო ჭიჭინაძის უფლება დამცველი. გისმენ ნინო. დიახ, კეთი, ჩვენ ჩავწერეთ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი, რომელმაც მსახიობი დღეს მოინახულა პენიტენციურ დაწესებულებაში გლდანის და მსახიობი ისევ არის მხნედ, ამას ამბობს ადვოკატი და არის საბრძოლო განწყობაზე. ანდრო ჭიჭინაძე ახლა ელოდება იმ სასამართლო პროცესს, რომელიც ჩანიშნული იყო 16 იანვარს, მაგრამ პროკურატურამ საგამოძიებო უწყებამ გუშინ მოითხოვა ამ პროცესის 2 თვით გადადება. ცხადია მის ამ შუამდგომლობას შემდეგ დასაბუთებული პასუხი მიაყოლა დაცვის მხარემაც, რომელიც უკვე სასამართლოშია. დაცვის მხარის არგუმენტი არის ის, რომ ერთადერთი მოტივით სურს პროკურატურას საქმის გაჭიანურება, რადგან არ არსებობს უბრალოდ არანაირი მტკიცებულება ანდრო ჭიჭინაძის და სხვა დაკავებული 10 პირის წინააღმდეგ, რომელთა საქმეებიც გააერთიანეს და მათი აზრით ეს საქმეც ერთადერთი მიზეზით გაერთიანდა, მოგვიანებით, რათა პროკურატურას ეთქვა, რომ საქმე არის დიდი მოცულობის და საჭიროა დამატებითი დრო. უახლოეს დღეებში, კვირის ბოლომდე უნდა თქვას სასამართლომ მისი პასუხი პროკურატურის შუამდგომლობაზე, გაითვალისწინებს თუ არა მას და იმ შემთხვევაში თუ გათვალისწინებული იქნება პროკურატურის შუამდგომლობა სასამართლო პროცესის გადადებასთან დაკავშირებით, უნდა ჩაინიშნოს სასამართლო პროცესი, რომელზეც გადაწყდება დარჩება თუ არა მსახიობი და სხვა 10 ბრალდებული პირი წინასწარ პატიმრობაში, თუ ისინი იქნებიან თავისუფლები მომდევნო პროცესის ჩანიშვნამდე. მეორე მხრივ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ანდრო ჭიჭინაძეს აქვს სრულიად საზოგადოების და განსაკუთრებით ხელოვანების, კოლეგების, მსახიობების სოლიდარობა. მისმა თეატრმაც ვასილ აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა გაავრცელა განცხადება, ყოველ თვე აუქმებს ეს თეატრი იმ სპექტაკლებს, რომლებიც ჩვეულებრივ ანშლაგით მიმდინარეობს ხოლმე, მაგრამ მსახიობების დასცის და ასევე ადმინისტრაციის პოზიცია არის საერთო, რომ ისინი არ დაუბრუნდებიან სცენას იქამდე, სანამ მათი კოლეგა ანდრო ჭიჭინაძე არ იქნება თავისუფალი. ანდროს პოზიცია ჩვენ არაერთხელ გავაჟღერეთ, ის არის საბრძოლო განწყობაზე, უბრალოდ ვერ ხვდება რა შეიძლება შეუწინააღმდეგოთ არარსებულ ბრალს, იმიტომ რომ რეალურად ჯერჯერობით არაფერია წარმოდგენილი, ის თავს გრძნობს მხნედ, იმიტომ რომ მაქსიმალურად არის დარწმუნებული თავის სიმართლეში და იმაში, რომ მას არც 29-ში, არც 28-ში და არც სხვა დღეებში რაიმე სახის ისეთი უკანონო ქმედება არ ჩაუდენია. პროკურატურა მიმართა შუამდგომლობით სასამართლოს, რომელზედაც მეც უკვე ჩემს საჯარო პოსტის დავაფიქსირე ჩემი პოზიცია და შემდგომ უკვე სასამართლოსთან გადაგზავნილ პოზიციაშიც, რომ ეს არის გაჭიანურების მიზნით მხოლოდ გაკეთებული და იმის დასაფარად, რომ ჯერჯერობით, როდესაც უკვე ერთი თვე არის თითქმის ერთ თვეზე მეტია უკვე გასული, პროკურატურას არ აქვს არც ერთი მტკიცებულება იმის დამადასტურებელი, რომ ანდრო ჭიჭინაძემ რაიმე სახის მოქმედება ჩაედინა, რომელიც იყო უკანონო. მაყურებელი ამ ყველაფერს გაგებით ეკიდება, იმიტომ რომ ადამიანები ყიდულობენ ბილეთებს და ამ ბილეთების გადახდილ თანხასაც კი უკან არიღებენ, ანუ აღარ აბრუნებენ მოხსნილ სპექტაკლებზე ბილეთებს და აბსოლუტურად მოყვებიან ამ გადაწყვეტილებაში. ამ გადაწყვეტილების ერთგული რჩებით დღემდე კიდევ ერთხელ ვამბობ და ანდროს გარეშე სპექტაკლების თამაში არ ვიცი როგორ ვერ წარმოგიდგენია. არც ვიცით როდის შეიძლება გაიმართოს სასამართლოს ხდომა მტკიცებულებების შეგროვება ჯერ ერთი რა მტკიცებულებებზე არის საუბარი და მეც მეორე როგორ შეიძლება რომ ამდენი ხნის განმავლობაში ეს ამბავი არ ყოფილიყო თუ ეს არის რაღაცა გაწელილი პროცესი. კვირის ბოლომდე უნდა თქვას თბილისის საქალაქო სასამართლომ, როდის ჩაინიშნება სასამართლო პროცესი, აი ამ 11 ბრალდებულის 50-ზე მეტი რეჟიმის პატიმარი რჩება ამ დრომდე სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში და საზოგადოების პასუხი კი არის იგივე, ისინი ყოველდღიურად დგანან ქუჩაში და ვადამდელ არჩევნებთან ერთად მოითხოვენ რეჟიმის პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.